ბატონი ტარიელ ხარხელაური და მიხეილ განიჩაშვილი. ხო ის მოგორივად განიცადეთ. როგორც გინდა შენ სუპერ ზაგადრე დღეს ხამტკივა ეგ ნაკლებად მადარდებს ქესტის ქალო თვალთა შენთან ხავერდით ჩემი ტაძრის ჭერი მოვაფარდაგე ზემანათოს ზეს ნათემა არაღლის შენს სადღაც შერეჩეხი ანაზდად მე ვინავა ჩემ შესახებ არავინ ქალის ხმაზე მოუყვება ალაზრის გლუც არაფერს თორე ჩამოამთავრებს და ნესლებში რეზერვაციები სახცახებს ელისიო წამოულის საფლავებს ვიტოვებოდ ცივთ და ანაბარდახებს თუ სიკვდილი არის დანაშაული იმ თავაზებს სიცოცხლეზე უარეს გაიგრიფნენ ჯანღელის შენი აულის შენს დათოვლილ ქედებს გადაუარეს ჩვენს ძაღლებში ერთნაირი სისხლია ზეცა მხრებზე დამატეხეს ღერხებმა ქესტის ქალო შენი სულის მისხლია წყაროს თავზე გზადრომ შემეფეთება ცხელა ქარი მიუყვება ნაკრალებს რასაც ტრაქტორეთის ნაკლებად სრულია მანერად მოწყობილი სამყარო ჩვენი ყოფნის უკიდურესა სრულია ჩვენს გავდივა აქ არავინ ხომდება თვითსოფელს თვით და სისხლით გაბურვის შანს ნაბერი თავად გვიახლოვდება ჩვენი ყოფნის ულმობელი სადგური როგორც გინდა შენს უპარ საგადრე დღეს ხომტკივა ეგ ნაკლებად მადარდებს ქრისტის ქალო თვალთა შენთან ხავერდით ჩემი ტაძრის ჭერი მოვაფარდაგე 1994-2000 წლებში იწერებოდა პოემა იჩქერია. ეს არის დრო, როდესაც გააფრთხებით ებრძვის რუსეთი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას. აი იმ პერიოდში იწერებოდა ეს პოემა იჩქერია, რომელიც გამოვიდა ცალკე წიგნად სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ჩეჩნურად. სამი თარგმანი ერთობლივად პარალელური ტექსტები დაიჭრა და გამოვიდა. აი ამ პოემიდან წაგიკითხავთ პატარა ნაწილს, რომელიც ფაქტიურად იგივეს ამბობს ოღონდ მხატვრულად, რაზეც მე აქ მოგახსენებდით სულ ახლა. პატარა ნაწილს წაგიკითხავთ. ჩვენ მიღმეთიდან საუკუნეთა ვიყავით ერთნი, ვიყავით ერთად. ჩვენ ერთი მამის ორი შვილი ვართ და ეს ოდითგან ვიცით მშვენი ვრად. ნუ აქ ტრებს უხთოთ ფუჭი იმედი, რომ რადგან მათსამთ ის მუჰამედი, ხოლო ჩვენი ქრისტეს ნათელი ტრად მოეკიდოს ჩეჩენს ქართველი. ჩვენ კავკასიის მიწაზე შობილით, ვინც ზეცას წმინდით ვეხებით შუბლით, ვინაც წარსულთან არასდროს ვწოდეთ, დროად უშმანნო ეს თქვენს იცოდეთ, სადაო არ გვაქვს ხვდით არაფერი ჩვენ ვთელავთ ნაბადს თეთრი საფერი. გრძნო სიახლოვეს იჩქერიელთან, იბერიელთან, ყაბარდუელთან, ჩერქეზ ბალყართან, სოსრუკო ზეზე ვინაც აღმართა, ფიცხთა ინგუშთა, ელვარ ალამთან, ლეკთან, ავართან, დგომთ ანდის მთასთან, სომეხ აფხაზთან, თათართან, დინჩთან, ყარაჩაელთა უთვალავ ნიჭთან, ალანიაში მედგარ ალანთან, ცას მიბჯენილთა მათთა კარავთან, ადიღელთან, საფშურთან მართან, ჩვენ ხელს ვიც მოვიდა ალალ მართლად. რადგან ძალიან ბრწყინვალედ ვესმის, ურთიერთ შუღლის, ის არს ვინც ვესრის, ვისაც სურს ჩვენი გათიშვით მტრობით, ურთიერთ შორის სისხლის სმით თრობით, სურს და ესტრაფის კრიფოს ვარდები, ცარცალკე ყველას მას ჩავვარდებით და აღიგვება პირისგან მიწის ჩვენი ერთობის მადრი და ნიჭი, უმთავრესი ძარღვი და გული თავისუფლების კავკასიის სრულის. და ერთ ლექსს აგიკითხავთ, ეძღვნება ეს ლექსი აფთი ბისულთანოვს, ეს ჩეჩენი პოეტი არის, უნიჭიერეს პოეტი, დიდი ბანულიშვილი და პატრიოტი, რომელიც ამჟამად ჩეჩნეთში არ ცხოვრობს, განდევნილია ის უცხოეთში საკუთარი სამშობლოდან
მან გამოსცა წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და რამდენიმე წლის წინ ეს წიგნი გადმომცეს. აფთი ჩამოსული იყო თბილისში, აქ მისი წიგნის პრეზენტაცია იყო და როდესაც გავეცანი ქართულად არის თარგმნილი ეს წიგნი. აი ამის შემდეგ დავწერე ეს ლექსი. ლექსია ბამუდი. მურთა ზეკებს მიურიდებს უფლის ქვეყნის ადათისას საბოთხისკენ გადალალავს თავად ღმერთი გადათვლისას. გული მგლისა, მუხლი მგლისა, როგორც თქმულ არის ჩეჩნის, ვისაც ვაშკაცობა ყოფნის და საომრად კლავიც ერჩის, ამაოეს სოფელი და ჩირადაც იგი არღის, ცდება ყველა, ვინც მას გლოვობს, მისტირის და წრემლებს აღვრის, ფერდიღა, აბა ნახეთ, რაც ბამუდად გუში ღირდა, ნანგრევებად იცქირება და სიცოცხლის გადაგვიდან, მაგრამ გლოვა არა გმართებს, არა მსხვერპლს და არა მნახველს, ფენიქსივით არ უდგას უსტით თებში, ამაყ ვაინახებს, გამიმართეთ.